მოვიდა შაბათი დღე, როდესაც დრო ძალიან ბევრი გაქვს. ხილს ტყილა დაბურთავებ, დაბოდიალობ. ვითობრავის ტრაკი გაქვს. ისტორიით აბარებ ძმა. ასეც ვიცოდი. ალბათ ასეთი შემთხვევა თქვენც გქონიათ მეგობრებო. გინდათ რომ რაღაც გააკეთოთ, მაგრამ არ იცით რა. თავს სიცარიელში გძნობთ, ფოკუსირება დაკარგული გაქვთ. ყველას გამოვლილი გაქვთ ასეთი მდგომარეობა. რას გავაკეთებთ ამ ვიდეოში? ვილაპარაკებ რა არის მოწყენილობა, რატო ვართ ყოველთვის მოწყენილები და როგორ მოვაგვაროთ რა. მარტივად რომ ვთქვათ მეგობრებო, მოწყენილობა ეს არის ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აქვს სურვილი რა, უბრალოდ რომ იმ აქტივობებში ჩაერთოს, რაც მის ირგვლივ ხდება რა. ამას ენერგიის ხმაკობობა გვაქვს, თავს სიცარიელში გძნობთ თითქოს, ვერ ფოკუსირდებით და აუსვენებელი რაც რა. და ამას აქვს უამრავი მიზეზი მეგობრებო, რა თქმა უნდა ეს. პირველ რიგში, როდესაც იგივე საქმეს აკეთებ, უნდამ რა, როდესაც უნდა მაკეთებ იგივე საქმეს. ამ დროს ლოგიკურია, რომ მოიწყე. მაგალითად, აი ჩემ შემთხვევაში თითქმის 1 წელიწადია რაც უკვე კლინიკაში მუშაობ და ვარ რეინჯერი რა. ხო და მე ხშირად თითქმის იგივე აქტივობებს ვაკეთებ რა, იგივე საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან წენს რა, ძალიან არ ვიცი რა, სურვილი საერთოდ სულს მიკარგავს რომ ვიმუშაო რა. ხო და მეორე მხრივ მეგობრებო, შეიძლება კიდე მაშინ მოიწყინო, როდესაც რაღაც ძალიან რთულ საქმეს აკეთე, მაგალითად ჩემს შემთხვევაში, როდესაც ანატომიას ვსწავლობ და რაღაც რთულ საკითხზე უბრალოდ ვიჭედები და არ ვიცი რა გავაკეთო რა. როდესაც არ ვიცი როგორ უნდა დავიმახსოვრო, როგორ უნდა ვისწავლო, ამ დროს რა თქმა უნდა ვიწყენ რა. რა თქმა უნდა ამ დროს მოწყენილი ვარ და უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო. მეორე მხრივ მეგობრებო, ეს ტექნოლოგიების მოქმედებს მაგალითად როდესაც დიდი ხანი ვზივარ ხოლმე მეგობრებო კომპიუტერთან, აი 2-3 საათიც რო გავიდეს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გავიჭედე და თითქოს აი თავს გრძნობ არ ვიცი, აი არაფრად რა. ფოკუსირების უნარი არ მაქვს ხოლმე საერთოდ. დაღლილი ვარ და ანუ არადა ბევრი დრო მაქვს. მაგრამ ანუ არაფრის გაკეთების სურვილი არ მაქვს რა. ანუ ისე მოქმედებს ეს კომპიუტერი და არ ვიცი რა. ნებისმიერი ტექნოლოგია ისქნება ტელეფონი, ისქნება კომპიუტერი და ასე შემდეგ რომ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ანუ მინდა რომ გავაკეთო რაღაც, მაგრამ არ ვიცი რა. და კიდე რავი მესამე ეს არის რომ როდესაც აი რაღაცა საქმე მაგალითად ძალიან მარტივი არის, ამ დროს სხვათა შორის შეიძლება რომ მოიწყინო რა. კარგი მეგობრებო, საინტერესოა რა ხდება ჩვენს გონებაში, როდესაც მოწყენილები ვართ რა. პირველ რიგში, მოკლედ მეგობრებო, ბევრი რო აღარ მივიდა. მოწყენილობა ძალიან მაგარი რამ აღმოჩნდა, რაც მე აქამდე არ ვიცოდი და უბრალოდ გაუგნებელი ვარ. როდესაც მოწყენილი ხარ, ამ დროს აქტივდება სპეციალური ქსელი, default mode network. ანუ ნაგულისხმები რეჟიმის ქსელი თავის ტვინში რა, რაც გეხმარება კრეატიულობაში, ახალი იდეების გენერირებაში და პრობლემების გადაჭრაში. ვიცი, წარმოუდგენლად ჭირს მეგობრებო, მოწყენილობა როგორ უნდა დაგეხმაროს, მაგრამ საინტერესო ფაქტი. ეს ჩვენი დიდი არტისტები, მეცნიერები, მაგალითად, ავიღოთ ალბერტ აინშტაინი, ბილ გეიტსი, იყენებდნენ მოწყენილობას, რათა მოსვლოდათ ასეთი გენიალური იდეები. ამიტომ ამის შემდეგ დაფიქრდი. გაიქცევი მოწყენილობას თუ შენ სასარგებლოდ გამოიყენებ. 2014 წელს ვირჯინიას უნივერსიტეტში მეგობრებო anyways 2014 წელს ჩატარდა ასეთი კვლევა ვირჯინიის უნივერსიტეტში რა. მონაწილეებს თხოვეს რომ 15 წუთით დარჩენილიყვნენ უმოქმედოდ საკუთარ ფიქრებთან რა. ხო და ამასობაში ოთახში იყო სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც შეიძლებათ ელექტროშოკი მიეყენებინათ რა. ხო და საინტერესო ის არის, რომ მოწყენილობის გამო მონაწილეების უმეტესობმა მართლაც დაიწყეს ელექტროშოკი და აქედან ერთმა მონაწილემ 67 ჯერ დაიწყო. წარმოიდგინე, 67 ჯერ მიიყენა ელექტროშოკი. ამით იმის გამინდა, რომ მოწყენილობა ზოგჯერ დაკავშირებულია ასეთ ქცევებთან რა. თუმცა მეგობრებო, ამან არ უნდა შეგაშინოთ, იმიტომ ყოველთვის ეს ასე არ არის რა. ანუ უბრალოდ
ტვინი გვანიშნებს რომ რაღაც სრულებების დროა რა. ანუ მოქმედებისკენ გვიწყებს და მაინც ასეთი საშიელი მოქმედება არ არის ხო ცილებელი, ხო? ამ დროს უფრო კრეატიულები ხდებით. ამ დროს შეიძლება ისეთი იდეა მოგვივიდეს, ისეთი გრანდიოზული იდეა, რომ ამ დროს რა ვიცი, მადლიერი ვიქნებით თვითონ ცხოვრება რა. ამ დროს ტვინი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კარგად ვიფიქროს, ამ დროს პრობლემებზე, ამ დროს სხვაგვარად ხედავთ პრობლემებს რა და მოვაგვარებთ. ოიმე, ეს ავიღოთ ეს. Hey yo, what the fuck? დავსეირნოთ, ხო? ვარ ჩემთვის სიმშვიდეში არანაირი მუსიკა, არაფერი. ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მეგობრებო ჩემი აზრით. წავიდა. არაუშავს. ება. დაფიქრდი, რა გინდა, ისი გაკეთება გინდა, ისი მიღწევა გინდა ცხოვრებაში და დამეჯერე აი მე დააფასებ მოწყენილობას რა. მეგობრებო, იცოდით რომ სიტყვა მოწყენილობა მე-18 საუკუნემდე არ არსებობდა. იგი პირველად შემოვიდა შორლედ ბრონტესა და დიკენსის ნაწარმოებებში. ვაუ. გიგსონ. ნიშნებდა. გამარჯობა. გამარჯობა. ოკეი, ასეთი კითხვა მაქვს შენთან რა. როგორ წარმოგიდგენია მოწყენილობა? მოწყენილობა როგორ წარმომიდგენია? დაწესდა ყოფილი. როგორ წარმოგიდგენია მოწყენილობა? როგორ წარმომიდგენია მოწყენილობა? მოწყენილობა რას ნიშნავს? Yeah, boy. დაწოლებით. კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის. შენი აზრით მოწყენილობა კარგია თუ ცუდია? ჩემი აზრით. არის ქალთეა. კადა, მოცოდი. ой, რა მოსაწონია, ყველაფერი მოსაწონი უნდა ვაკეთო. ბატონო გიგსონ, უკვე მე-1000 დუბლია. რას ნიშნავს შენთვის მოწყენილობა? მაგალითად იმას გეტყვი რომ მოწყენილობა შეიძლება ასოცირებული იყოს სულსაქციელებთან, მაგალითად სკოლაში ბულინგთან, ასევე სამხედრო პირებს შორის მომხდარა შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა. ისწავლე, იქ ტექსტი შენ დაწერე. მოიცი, ჩაიყუზე. კაროჩი, რამე მოგიბიდა. თუდი და მოწყენი ზიხარ შენთვის. არაზუსტ გიფიქრია რომ მოწყენილობა შენს სასარგებლოდ გამოგეყენებინა? აი ეს ნოტაცია. Brother, მოკეთ ვინ არის რასაც ასოცირდება სიკრინჯე? ორ ფაქტს გეტყვი რა. მოწყენილობა როდესაც On მოწყენილი facts. On facts, mate, please. როდესაც მოწყენილი ხარ ამ დროს Oh, so cool ხარ. What's your number? რაღაცა თემით ხარ დაინტერესებული. მაგალითად, როდესაც კაუტერას ან მაგალითად გიგი რო საიტებს ათვალიერებს. ხო ხარ აი ჩუმადო გვანიშნა. დოფამინი. ბედნიერების ჰორმონია დოფამინი. მორჩა. ან მოწყენილს ხარ ბედნიერის ჰორმონი გიყოფა თუ? არ ხარ ბედნიერი. პირიქით. ამიტომაც გიქრება. ხო, დოფამინი ამიტომაც აღარ არის. მორჩა. ხო მარტივად ავხსენე. ცალია. ანუ მე უკვე 100%-ზე აი, გადავიღე. ზოგინა ახლიდან ავხსნას. არა, ეხოეთ ყო. აი ესე უნდა დაძლია მოწყენილობა. ასეთი კითხვა დაგისვავს? რას არ ვაკეთებ, რაც მინდა? მოწყენილება ხომ სიგნალია იმისა, რომ რაღაც გამოგვჭა. სწორედ ეს კითხვა დაგეხმარება იმის ზიებაში, თუ რეალურად რა გინდა და რა გაფრკოლებს. შეიძლება ეს იყოს შიში, რომ არა ამას ვერ შევძლებ, ან ეჭვი. TikTok-ში სკროლის ნაცვლად, კარგი იქნება თუ 5-10 წუთით მაინც არაფერს გავაკეთებთ. იმიტომ რომ იგი დაგვეხმარება ფოკუსირების გაუმჯობესებაში. და ასევე მოთმინებისა და დისციპლინის ჩამოყალიბებაში. როდესაც ტვინზე მუდმივად მოდის გარეგანი სტიმულაცია, ანუ ვიდეოები, ხმაური, შეტყობინებები, ეს არ აძლევს ტვინის საშუალებას, რომ პაუზა აიღოს და დაისვენოს. ამიტომაც გვექნება შემდეგ პრობლემები ფოკუსირებაზე.